ილია მეორის დღევანდელი ქადაგებიდან. დღეს მსჯელობა მიდის რა უნდა იყოს, როგორი უნდა იყოს საქართველო, ვისი მეგობარი უნდა იყოს ამ სიახლოვეში, ვისთან უნდა იყოს, რა უნდა ვაკეთო. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა სხვა ქვეყნები კარნახობენ ჩვენ იმის შესახებ, თუ რა უნდა ვაკეთოთ. ზოგი გვეუბნება, რომ ეს უნდა იყოს საპრეზიდენტო ქვეყნის გადასაწყვეტი კი არ არის. ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი, ქართველი ხალხის და საქართველოში მცხოვრები ხალხის გადასაწყვეტი. 1801 წელს თქვენ იცით, შეწყდა სამეფო ბაგრატიონთა და აი მის შემდეგ ოცნება იყო ქართველი ხალხისა, რომ აღგვედგინა ეს უძველესი ღვთივკურთხეული დინასტია და აი ზოგიერთი გამოთქვამს ასე დააზრსაც, რომ საქართველოში უნდა იყოს კონსტიტუციური მონარქია. მე გეტყვით, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ეს არის მეფე არის გარანტი ქვეყნის მთლიანობისა და ყოველი ადამიანის დაცვისა. ეს არ არის უბრალო საქმე. უნდა მზად იყოს ქართველი ხალხი იმისათვის, რომ ეს წყობა მიიღოს და უნდა იყოს გამორჩეული ბაგრატიონთაგან ადამიანი. შეიძლება უნდა აღზარდოთ ბავშვობიდან იზრდებოდა ის ადამიანი, რომელიც სამეფო ადამიანი მომავალში მეფე უნდა გამხდარიყო. მე ამას ვამბობ იმისათვის, რომ დღეს ისეთი პირობებია, როცა ქართველი ხალხის ეს ოცნება შეიძლება განხორციელდეს და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფლისნება იყოს ყველაფერი, იყოს ნება ღვთისა, რომ საქართველო გაძლიერდეს, საქართველო გამშვიდეს, საქართველო გამთლიანდეს და თუ ეს მოხდება ასეთი გზით, ჩვენ მადლობას ვწირავთ, შევწირავთ უფალს. მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ეს ფრაზა ეკუთვნის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, საუბარია კონსტიტუციური მონარქიაზე. ცხადია, ყველა ველოდებით უკვე ხვალ დილიდან, როგორც საქართველოს პოლიტიკური სპექტრის, ასევე საზოგადოების სხვა ჯგუფების რეაქციას პატრიარქის ამ განცხადებაზე. უეჭველია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს თავის დამოკიდებულება გაუჩნდება. ჩვენ კი განვაგრძობთ დღევანდელი გამოშვება. ალბათ